გამარჯობა. ეს პოდკასტი საინტერესო იქნება გოგოებისთვის, რომლებიც აპირებენ რომ ყავდეთ შვილები და ეფიქრებათ, როგორ შეძლებენ პროფესიული ცხოვრების გაგრძელებას, ან ახალბედა დედებისთვის, რომლებმაც განათლების მიღების შემდეგ იფიქრეს, რომ შვილების ყოლასთან ერთად ვეღარ შეძლებდნენ კარიერაში განვითარებას. მოკლედ, სტუმრად მოვიწვიეთ. ჩვენი ორგანიზაციის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ბეგაშვილი, რომელმაც ორივე შვილი ჩვენს ორგანიზაციაში გაზარდა, რასაც ქვია, დაახლოებით 10 წელია უკვე მაია ჩვენთან მუშაობს. ესენი არიან მისი შვილები, ანა და ელენა, რომელიც სულ წლისა და 3 თვის არის და ძალიან გამიხარდება თუ მოგვეცემა საშუალება, რომ მასთან ერთად ჩავწეროთ მთელი გადაცემა. ჩვენ ვეცადოთ რაღაც მონაკვეთში შეიძლება სტუდიაში ბოდიალი გადაწყვიტოს. და ანა საერთოდაც ასევე მოკლედ როგორც მისი და დაიბადა, გაიზარდა ჩვენს თვალწინ და მაიას ცხოვრებას, მათ შორის პროფესიულ განვითარებას, აი შვილების ყოლასთან და შვილების აღზრდა განათლებასთან ერთად ჩვენ ვუყურეთ მოკლედ და გვინდა რომ მან როგორც დედამ გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არ შეწყვიტა საკუთარ თავზე მუშაობა, პროფესიული განვითარება და პირიქით მე მგონი როგორც არასდროს ისეთი აქტიური ცხოვრება აქვს მას. ის ინგლისურის პედაგოგია გურჯაანიდან არის მაია და ესეც საინტერესო ფაქტი არის, მეზობელ მუნიციპალიტეტში მუშაობს. მოკლედ მაიას ბევრი გამოწვევა აქვს და ჰქონდა, ამიტომ ბევრი გამარჯვების ამბავიც აქვს. და ვფიქრობთ, რომ ეს დედებისთვის, ან ახალბედა, თქვათ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა აპირებენ, რომ ყავდეთ შვილი, იქნება ძალიან მოტივაციის მიმცემი, ასე ვიფიქრეთ და იმედი მაქვს, რომ მთელი ეს გადაცემა ამის დასტური იქნება. მაიკო, შენთან ერთად მოვიფიქრეთ, მოკლედ რამდენიმე სტერეოტიპი, რომელზე მსჯელობის დროსაც შენი გამოცდილების გაზიარების საშუალებაც გექნება. აი ამ გამჭვირვალე ქილაში არის ფრაზები. მოდი ამოიღე პირველი და დავიწყოთ საუბარი. მოგესალმებით. საინტერესოა ძალიან ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. კარგი იქნება თუ მსგავს საკითხს ხშირად გაისმება ხაზი და ახალბედა დედებს ან მომავალ დედებს შეექმნებათ პირობები, რომ შეძლონ მუშაობა და საკუთარი თავის დამკვიდრება მათ საქმიანობაში. აბა რა შევხვდა პირველი შეკითხვა ის არის, დედა ხარ, მუშაობას და აქტიურ ცხოვრებას ვერ შეძლებ. თუ დედა ხარ. თუ დედა ხარ, კი, თუ დედა ხარ, მუშაობას და აქტიურ ცხოვრებას ვერ შეძლებ. რა თქმა უნდა, თუ დედა ხარ, რთული არის, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის, შესაბამისად, როცა სურვილი დიდი არის, შესაძლებელიც არაფერი არის, ყველაფერი დაძლებადი და შესაძლებელია. თუმცა ძალიან ბევრი სირთულე არის. აი ამ სირთულეებზეც ვისაუბროთ მაიკო. კი. როცა პატარა შვილები ყავს და გჭირდება და მათ სჭირდებათ ყურადღება, მათ სჭირდებათ ჯერ გაზრდა და შემდეგ უკვე აღზრდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ დროს საჭიროებს, ბევრ ყურადღებას საჭიროებს და რომ მათთან ბევრი დრო უნდა გაატარო და ბევრი ყურადღება უნდათ მათ რომ განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ სწორად. თუმცა, როგორც უკვე აღნიშნე, თავარი სურვილი არის. ახლა სირთულეს რაც შეეხება მე უკვე 10 წელია როგორც უკვე თქვით, რაც აქ მუშაობ, შესაბამისად ანი აქ მუშაობის გაუშვათ ოთახში. აქ მუშაობის დროს შემეძინა და პატარა იყო უკვე რომ გამოვედი სამსახურში და დავიწყე ისე მუშაობა. მასთან ერთად დავიწყე სამსახურში, თან დამყავდა. მეხმარებოდა რა თქმა უნდა დედა, რომელიც დამდევდა გარკვეული პერიოდი სამსახურში. აქ ვუვლიდით, აქ ვაძინებდით და ვუქმნიდით ყველანაირ პირობას, რომ ბავშვს ქონოდა მყუდრო გარემო და ყოფილიყო მშვიდად. შემდეგ უკვე როცა წამოიზარდა, რა თქმა უნდა დედა დამეხმარა ისევ და ტოვებდი ხოლმე სახლში დედასთან და ისუვლიდა. თუმცა
ეს არ იყო მარტივი. დედა ვარ, მაგრამ მას შემდეგ ვმუშაობ აქტიურად, არ შემიწყვეტია და პირიქით აგერ მეორე შვილი შემეძინა, წლის და 3 თვის არის და 6 თვის იყო ელენა, რომ გამოვედი სამსახურში და თან დამყავს ერთი დღე არ გავჩერებულ ვარ, მოკლედ მუდმივად ვარ აქტიურ ფაზაში, ასე ვთქვათ. ის რა მეტერესებს, აი, შენ როცა ანა გაგიჩნდა, ვიცი რომ მაშინ მაგისტრატურაზე სწავლობდი და პლუს კიდე მასწავლებლის კი, ანი რომ შემეძინა, მაშინ მე ჩავაბარე უკვე მაგისტრატურაზე, ვისწავლე და რომ დავასრულე, გავიარე 60 კრედიტიანი მასწავლებლის პროგრამა. რთული იყო საკმაოდ, არ იყო ეს მარტივი, როცა პატარა ყავს და მასაც სჭირდები თან ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი, საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ხო რაღაცნაირად ჩემი დიდი მონდომებით და ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამომივიდა, ყველაფერს მივაღწიე და აქამდე მოვედი. ახლა უკვე ელენას ვზრდით, შეიძლება ითქვა. კი, ნამდვილად. ძალიან საინტერესოა ჩვენთვის პირადად მომავალი დედისთვის ამ ყველაფრის ყურება. შენს გვერდით ხედავ ადამიანებს თანამშრომლების სახითაც, მაგრამ ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე დედას, დედა-შენს, რომელიც პერიოდულად მოყვებოდა მაშინ სანამ ელენა ფეხს აიდგამდა და მთელ დღეს, აი იმ საათებს, როცა შენ ბავშვებთან იყავი, აბიტურიენტებთან იყავი, მასთან ერთად ატარებდა. კი, და ზრუნავდა ელენაზე და რაც საჭიროება ჰქონდა, იმ დროს როცა მე არ ვიყავი მის გვერდით, რა თქმა უნდა, ბებო უკეთებდა. თუმცა ჩემთან ახლოს იყო მაინც და მოდი ამოვიღოთ შემდეგი სტერეოტიპი და ვისაუბროთ. შემდეგი არის ახალშობილთან ერთად მუშაობა შეუძლებელია. შეუძლებელია. ხო, შეუძლებელი არ არის. შესაძლებელია, რადგან მე გამომივიდა და ახალშობილთან ერთად ვმუშაობ, ესე იგი შესაძლებელი არის. თუმცა რთულია, ძალიან რთულია. მაგრამ თავარი ეს არის ამ მომენტში, რომ კი, ახალშობილი პატარა დამყავდა და დამყავს სამსახურში, მაგრამ გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სად მუშაობ, რა სივრცეში ხარ, ვისთან ერთად ხარ. კი, დამყავს მე პატარა, მაგრამ აქ ყველანაირი შესაძლებლობა მაქვს, რომ ჩემ შვილს შევუქმნა მისთვის კომფორტული გარემო, სადაც თავს იგრძნობს მშვიდად. ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს და სწორედ ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ ამ ჩვენი ორგანიზაციის და ყველაზე მთავარი აქ მომუშავე თანამშრომლებით თვითოეული მათგანისგან ვგრძნობ ძალიან დიდ სიყვარულს ჩემი შვილების მიმართ, ძალიან დიდ მხარდაჭერას და გვერდში დგომას, რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის. ეხლა თუ არა ეს და თუ არ იქნებოდა ეს დამოკიდებულება, შესაბამისად ვერ შევძლებდი, როგორც არ უნდა მეცადა. ამიტომ რთულია, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარემო, სივრცე, სადაც გიწევს ყოფნა შენს შვილებთან ერთად, არის კომფორტული და გთავაზობს იმის შესაძლებლობას, რომ მოარგო შენს შვილებს და ამ შემთხვევაში ნუ ელენა პატარა არის და მასდება מחვილებ ყურადღებას სიმშვიდე სჭირდება და გარემო სადაც ბავშვი იქნება მშვიდად, ხო? შესაბამისად ამ ჩვენს ორგანიზაციაში ყველანაირი პირობა გვაქვს ამისთვის, რომ ითამაშოს კი, რა თქმა უნდა ითამაშოს, რა თქმა უნდა დაისვენოს და დაიძინოს მთელი დღის განმავლობაში მიირთვას. კი, ყველაფერი რაც სჭირდება ამას დედასთანაც ურთიერთობს, რადგან შენს გვერდით არის და მე მგონია, რომ ანას, შენს პირველ შვილს და დიდი წვლილი შეაქვს რა თქმა უნდა ელენას აღზრდაში და შენი მხარდამჭერი არის, მე რასაც ვუყურებ ამდენი თვის განმავლობაში და მინდა რომ მასაც ვკითხო. ან აი შენთვის ეხა ეს ყველაფერი რას ნიშნავს? აი გეფიქრება ხოლმე, რომ დედას მხარდაჭერა სჭირდება ელენას მოვლის პროცესში და აი როგორ ხარ ხოლმე ჩართული ამ ყველაფერში?
ვფიქრობ, რომ დედას ძალიან სჭირდება ხელი შეწყობა, რადგან ის მარტო ვერ გაართმევს ბავშვის გაზრდას თავს. ვცდილობ ყოველთვის, რომ ელინა გავართო და სხვა წვრილ რაღაცებშიც დავეხმარო, მაგალითად იმაში, რომ ვათამაშო, ცოტა ხანი გავასეირნო და სხვა წიგნები დავათვალიერებინო და სხვა ასეთ რამებში. აი, როგორც აქ ეხმარები, ალბათ ისე სახლშიც, ხო ესეა? კი, სახლშიც ვეხმარები. და თავის მხრივ შენ ხომ გჭირდება მოვლა პატრონობა და თვითონ უკვე 9 წლის ხარ. შენს თავს როგორ აქცევ ყურადღებას და ამ მხრივ დედიკოს როგორ უჭერ მხარს? იმით ვეხმარები ჩემ თავს, რომ რაც შემიძლია მარტო ვისწავლო, იმასაც ვსწავლობ და კიდევ შემიძლია რომ ჩემი ოთახიც დავალაგო ხოლმე, თუ ჩემი ნივთებით არის რამე დასრული, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ის არის ჩემი გაფუჭებული და ჩემი ბრალია ეს. დედა ხო ცოდვა იმიტომ რომ პატარასაც უვლის, სახსაც უვლის და ცოდვა დედა და ვცდილობ რომ ჩემ თავსაც მივხედო მაგით. კოჩა, ძალიან საყვარელი ხარ და ძალიან გონიერი ხარ. კი, ძალიან დამოუკიდებელი ბავშვია, საკმაოდ შესაბამისად ყველაფერს რა თქმა უნდა ვერა, მაგრამ მეცადინეობა ცდილობს რომ მაქსიმალურად დამოუკიდებლად შეასრულოს, თავისი ნივთები მოაწესრიგოს, ხო, დასე თამაშოს თავისუფალ დროს და შესაბამისად რა თქმა უნდა ეს დიდი დახმარებაა მისგან. და პერიოდულად ჩვენს ორგანიზაციაშიც მოდის პროცესალია შაბათ-კვირას. კი, შაბათ-კვირას დადის ორგანიზაციაში, იმიტომ რომ აქთან აქტივობებში არის ჩართული და გარდა იმისა, რომ მოდის და გარკვეულ დახმარებას მიწევს, სამავდროულად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებებით. კი. რაში იღებ ხოლმე აქ მონაწილეობას? ხატვაში. სწავლობ ხატვას ხო, როგორც ვიცი, სულ ჩადიხარ ხოლმე დაბლა გაკვეთილებზე. კიდევ აი ტრენინგებით და სხვა ასეთი რამებით. მოგწონს ხო აქაურობა? კი. აი როგორც ახლა ელენა იზრდება, ისე გაიზარდა შენც აქ და ისეთივე სიყვარულით მოკლედ გექცევიან ახლაც და გექცეოდენ როგორც ელენას და კი. ძალიან ისეთი ძალიან ამაღელვებელია ეს ისტორია, იმიტომ რომ ანა იმიტომ რომ ანიც ელენა გადის ამ გზას. ხო, ანიც 6 თვის იყო აქ რომ დავიწყეთ სიარული, შესაბამისად ანიც აქ გაიზარდა. კი ბატონო. მოდი აბა კიდევ ამოვიღოთ რაზე ვისაუბროთ, აღარ მახსოვს. ახლა შეკვდა შვილების სკოლა ხელს უშლის პროფესიულ განვითარებას. პროფესიულ განვითარებას. კი. ეს ფიქრობ ამაზე. ხო. შვილების სკოლა ცალკე პროფესიაა, ჯერ ეს ვთქვათ. ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია დედისთვის. თუმცა არ ვფიქრობ, რომ შვილების სკოლა ხელს უშლის, სადაც მონდომებაა, იქ ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს. ხო, შვილებს სჭირდებათ რეალიზებული მშობელი, ამიტომ რთულია, ბევრი შრომა არის საჭირო, ბევრ წვალებას მოიაზრებს, მოიცავს, მაგრამ ხელს უშლის, ასე ვერ ვიტყვი, თან მით უმეტეს თუ სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიც გააქვს. ამ შემთხვევაში ოჯახს გულისხმობ. ხო. პრინციპში შენი პროფესიული განვითარება ზუსტად შვილების კი. გასაგებად დანის გაჩენის და აღზრდის პროცესშიც მოხდა ხო ესეა? კი, იმიტომ რომ წეღანაც აღნიშნე, რომ ანი იყო პატარა, როცა ჩავაბარე მაგისტრატურა და შემდეგ უკვე მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამა, შესაბამისად, ხო, პატარა იყო ანი და იმ პერიოდში მომიწია მე განვითარებას სწავლა, თუმცა არ შემიწყვეტია განვითარებაზე ფიქრი. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ პროფესიულ განვითარებას ხელს უშლის, რთულია, ძალიან რთულია, ესე მარტივი არ არის, მაგრამ როცა ძალიან დიდი არის სურვილი, რომ დაიმკვიდრო თავი შენს საქმეში და შენს პროფესიაში, იქ მიუღწეველი არაფერი არ არის. მათ შორის იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც შენთან ინგლისურზე ემზადებიან, მათი რიცხვიც ყოველ წელს იზრდება და თავის მხრივ ესეც შრომატევაც ხდის ხოლმე შენს საქმეს. რა თქმა უნდა, კი.
ყოველწლიურად იზრდება რაოდენობა და რა თქმა უნდა სამუშაო საათების ხანგრძლივობა არის ძალიან ბევრი, ძალიან დიდი შრომა სჭირდებათ, ეს არ არის უბრალოდ სამუშაო, თითოეულ მათგანს სჭირდება მიდგომა, დახმარება, ხო, ბევრ შრომას საჭიროებს და ამიტომ რთულია. დადიხარ გურჯაანიდან. კი, დავდივარ გურჯაანიდან. მაგრამ რამდენი წელია და ესეც ალბათ ცოტა ართულებს ხო პროცესს გზა. კი, მივეჩვი ამასობაში, მაგრამ სინამდვილეში რთულია, ხო? ამ მანძილის გამოვლა მით უმეტეს ბავშვებით. მაგრამ სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის ჩვენს რეალობაში თავის დამკვიდრება. ხო, კი, სადაც ვცხოვრობ იქ. ანუ სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო და ამიტომ მიწევს ასე რომ ვიარო ეს მანძილი. ხო, და აქაურ ადამიანებმა ძალიან შეგიყვარეს, გაღიარეს. კი. და რაღაცა გქონდეს ჩვენც კარგად ააწყე მოკეთ ეს სისტემა და თვითონ ძალიან მიწევს დიდად გული. ხო, ნამდვილად არ მეთმობა, აღარც მეთმობა უკვე აქაურობა, არც, ანუ ხალხი, ბავშვები ვისთან ერთადაც ურთიერთობ, ვინც ჩემთან, ჩემს ხელში გაიზარდნენ, იმიტომ რომ სულ პატარები იყვნენ და იმ პატარა ასაკიდან დავიწყე მათთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა ყოველწლიურად ემატება ბავშვები, მაგრამ ხომ ყავს ის პატარები, რომლებიც სულ პატარა მომყვებიან. მათი დათმობაც მიჭირს და მერე ყველაზე მთავარი იმ გარემოს დათმობა, სადაც ვარ, ჩემი თანამშრომლების, ჩემი ოჯახის, ეს არის მეორე ოჯახი ჩემთვის, სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად, კარგად, თბილ გარემოში. სიყვარულია და შესაბამისად ამ ყველაფრის დათმობა უკვე მიჭირს. ხო, აი შენ არაერთხელ ახსენე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა გარემოს. კი. ამ სამუშაო გარემოს თუნდაც, ხო? კი. იმიტომ რომ ერთ-ერთი მხარდამჭერი რგოლი არის და შესაძლებლობას ზრდის, რომ შენ შვილების აღზრდის პარალელურად შეცვალო პროფესიულ ცხოვრებაში, არათუ დარჩენა, არამედ მუდმივად წინსვლა და განვითარება, ხო? მნიშვნელოვანი არის, ძალიან დიდ როლს თამაშობს. მაშინ როცა მე გაკვეთილი მაქვს და რაღაცა ვერ ვჭირდები ბავშვს, მაგრამ იმ მომენტში რაღაცას ვერ ვაკეთებ, მე მაქვს იმედი, რომ შემოვა რომელიმე წაიყვანს ჩემს შვილს და გაუკეთებს რაღაცას. ამიტომ დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გეხმარება ვიღაც. უბრალოდ შეუძლებელია იმ მადლიერების გამოხატვა, რასაც მე თვითეული მათგანის მიმართ ვგრძნობ. კი ბატონო. ნუ თავის ხრო შენს მონდომებას შენი მონდომება არის პირველ ადგილას, რომ გადაწყვიტე დარჩენილი ყავი პროფესიაში. და გეფიქრა მუდმივად განვითარებაზე. დარჩენილი ყავი და განვითარებული ყავი. კი. და კიდევაც ვფიქრობ განვითარებაზე. კი, კიდევ ვფიქრობ. რაღაცას გეგმები? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ განვითარდე, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ავიმაღლო, ცოდნა, გავიუმჯობესო, ხარისხი, ცოდნის მოვიპოვო, თქვათ, უფრო მაღალი ხარისხი და არ გავჩერდე უბრალოდ მაგისტრატურაზე. რა თქმა უნდა, მაქვს ამისი მიზნები. ჩვენიერი გისურვებ ამისნების შესრულებას. ან რამის გაზიარება ხო არ გინდა? არა. მახსოვს რომ გაიცემის დასაწყისში გინდოდა დედისა და შვილის ურთიერთობაზე რო გესაუბრა, როგორი უნდა იყოს დედის და შვილის ურთიერთობაო და შეიძლება მსმენელისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს შენი აზრები. გინდა საუბარი. გინდა, შენ იმდენი რამე შეგიძლია. ყველაფერი იცი უკვე მე მგონი 9 წლის ასაკში. კი, ძალიან ჭკვიანია. ძალიან გუშინ ისეთი კაი ვიდეო ჩავწერეთ. მასწავლებლებ, ანუ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, როგორ არ უნდა იქცეოდეს ამაზე ელაპარაკა. მე თავის მხრივ ისაუბრა მოსწავლე როგორ უნდა იქცეოდეს, ბავშვი როგორ უნდა იქცეოდეს და ნუ არ ვიცი, აი შენს ასაკში ესეთი აზრები არც თუ ისე ხშირია, იცი? და თავის მხრივ აი შენ აქ ამ ორგანიზაციაში ყოფნა და რაში დაგეხმარა ან?
აქ ყოფნა მე და მეხმარა განვითარებაში. იმიტომ რომ ყოველი დღე ხატვაზე ჩავდივარ და სხვადასხვანაირ ტრენინგებს ვესწრები და ის ტრენინგებში არის ისეთი რამები, რასაც ვიმახსოვრებ და იმით შემდეგ ვითარდებ. ძალიან კარგი და ეს აი ადამიანებმა აქ მომუშავე ადამიანებმა რამე გასწავლეს, რამე კარგი გასწავლეს? კი, ბევრი რამ მასწავლეს. და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რასაც მასწავლიან ახლაც და რასაც ვსწავლო. ეხლა მოგწევს პოდკასტში მონაწილეობა? კი. შენი დედიკო ხო მაგარი გოგოა? კი. აი როგორი გოგოა? კარგი და კეთილი და არავისთვის სიბოროტე რო არ ემეტება ისეთი ადამიანია ზედაჩი. და მაგარი ყოჩაღია. ძალიან ყოჩაღია. ესე ფიქრობ შენც? კი. ძალიან საყვარელი ხართ? მშვენიერი გამოცდილებებით. აგერ ხედავს სახეზე იმას, რომ მიუხედავად დაკავებულობისა და ერთი შეხედვით იმ ალბათობისა, რომ შესაძლოა შენი შვილებისთვის რაღაცნაირად ვერ დაგეთმო სათანადოდ დრო, იმიტომ რომ ჯერ ერთი სახლის განმაშორებით დადიხარ სამსახურში, მე სულ განვითარებაზე ფიქრობ, მართლაც დილიდან დაღამებამდე ხარ ხოლმე. შენ ასეთი კარგი შვილი ყავს უკვე ანასახით. და დარწმუნებული ვარ, ელენასაც ახლა ისეთი უნარჩვევები აქვს უკვე ამ წლისა და 3 თვის ასაკში, რომ შეძლებ ასეთივე მაგარ გოგოდ გაიზარდოს. იმედია ჩემი ცხოვრება, ჩემი აქტიურობა, ჩემი მონდომება, მიზანდასახულობა იქნება მათთვის მაგალითი, როგორები უნდა იყვნენ, ყველაფრის მიუხედავად რომ უნდა იშრომონ, იბრძოლონ, რომ მიაღწიონ ცხოვრებაში რამეს. ხო, ეს არ არის უბრალოდ მუშაობა. ამით მე ვცდილობ ჩემი შვილებისთვისაც ვიყო მაგალითი, რომ არასდროს არ გაჩერდნენ ყოველთვის ეცადონ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება არსებობს და ბევრი წინაღობა. კი, მე ვფიქრობ, რომ ამის მაგალითი მათ არაერთხელ უნახავთ, აგერ შენს გვერდითაც, შენს პროფესიულ ცხოვრებას ანა ხშირად აკურთხება ხოლმე და ხანდახან შენი გაკვეთილის მონაწილეც არის, ხო, როგორც იმ ტრენინგებს ესწრება. რაც ამ ორგანიზაციაში ხორციელდება ხოლმე. რა გისურვებ წარმატებას? დიდი მადლობა. რამდენ შვილსაც გინდა იბდეს და ნებისმიერი იმ ბიზნეს მიღწევას, რაც შენს გულში გაქვს. ვიცი რომ ყველაფერს შეძლებ, მართლაც არ ვიცი ამას შეიძლება გამართლება ჰქვია, მაგრამ ნამდვილად შენს გარშემო არიან ადამიანები, რომელსაც სხვადასხვა პროცესში შენი მხარდაჭერა შეუძლიათ, მაგრამ მაინც არის მთავარი შენი სულისკვეთება ცხოვრებასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებით და გონი მე რაღაცნაირად ეწყობა ხოლმე ერთმანეთზე და ხშირ შემთხვევაში გეხმარება გარემოც, რომ შენი მიზნები განახორციელო. კი, ნამდვილად მადლობა. და მხარდამჭერ გარემოს მუდამ მთელი ცხოვრების განმავლობაში. კი, მადლობა და მადლობა კიდევ ჩვენს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრს იმისთვის, რომ მომცა და მაძლევს იმ შესაძლებლობას, რაც მაქვს. და მიქმნის ამ გარემოს, რომ არ შეუწყვიტო განვითარება. დიდ მადლიერებას გამოვხატავ თვითოეული აქ მომუშავე ადამიანის მიმართ, ჩვენი დირექტორის მიმართ, რომელიც ახლა ართობს ელენას აღარ გაჩერდა. კი. და ეს მარტო ახლა რომ არ ხდება, კი იცი. კი. ჩვენ ვაპროტესტებთ ხოლმე, ელენა როცა აღარ მოდის, ესე ხშირად. და ძალიან გვენატრება ხოლმე და მოკლედ გქონია რომ აი ამ სიყვარულით სავსე გარემოში ბავშვებიც და ზრდასრულებიც თავს უფრო კარგად გრძნობენ. კი, ნამდვილად. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. იმის რომ დამთავრდი. ცოტა ძნელად გამოვიდა ეგ ამბავი, მაგრამ მაინც და შენი გამოცდილების გაზიარებისთვის. მადლობა დაპატიჟებისთვის. დაგემშვიდობებით საინტერესო ადამიანებთან ერთად საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ ხოლმე. ნაბაჰე. ნახვამდის. ხონდის.